დილი ძრისდგები საწოლიდან, თმამცვივა და ფრჩხილები მემტვრევა. წონაში მომიმატე, ძალა მაქვს გამოცვლილი და გული მიმდის. ანალიზებში არაფერი ჩანს, ყველა ანალიზი წყობრშია, მაგრამ მე ცუდად ვარ. ყოველდღე მესმის მსგავსი ჩივილები პაციენტებისგან. თუ სისხლის ანალიზები ნორმაშია, მაგრამ შენ ცუდად ხარ, ეს ნიშნავს ორ რამეს. პირველი, არ ეძებ ანალიზებში იმას, რასაც უნდა ეძებდე, ან იქ არ ეძებ, სადაც უნდა ეძებდე. მარტივად გეტყვი ერთ რამეს. სისხლში რომ გამოჩნდება რაიმეს ნაკლებობა, ეს უკვე დაგვიანებულია. სისხლში მობილიზებულია ნივთიერებების, ვიტამინების, მიკრო და მაკრო ელემენტების ძირითადი ნაწილი, რათა პირველ რიგში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს მიეწოდოს: ტვინს, ღვიძლს, გულს. მაგრამ პერიფერიული ქსოვილები, მაგალითად ფრჩხილი და თმები, რჩება გამოფიტული. არავინ არ ამოწმებს, მაგალითად, რამდენია კალიუმი, კალციუმი ან ვიტამინი C უჯრედში. ამიტომ თუ თავს ცუდად გრძნობ, ეს არის სიგნალი, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და შენ სპეციალისტის დახმარება გჭირდება, რომელიც ამოიცნობს შენი ჩივილების მიხედვით, რისი დეფიციტი გაქვს და დაგეხმარება შეეძლო ის. მე ვარ იაგორ გილაძე, ექიმი, ნუტრიციოლოგი, ფიზიოთერაპევტი. ჩაეწერე ონლაინ კონსულტაციაზე, ერთად ვიზრუნოთ შენს ჯანმრთელობაზე და შევავსოთ დეფიციტები. ონლაინ კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში ან ვიდეოს ქვემოთ დაწერე სიტყვა კონსულტაცია.